რომელიც უკვე იმყოფება სტუდიაში, თინათინ გოგრიჭიას ძალიან დიდი მადლობა, რომ გამონახეთ დრო და ასეთ მნიშვნელოვან თემაზე მოგზავნით სასაუბროთ. მოკლედ ძალიან დიდი აჟიოტაჟი ატყდა დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით. მოკლედ რომ გითხრათ, აი ქონების გადასახადს ვინ იხდის და რისთვის იხდის? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის და მინდა აღვნიშნო, რომ აბსოლუტურად სწორად განაცხადეთ იმასთან დაკავშირებით, რომ ქონების გადასახადთან მიმართებით დღეს რა საკითხებსაც განვიხილავთ, ეს არ წარმოადგენს რაიმე საკანონმდებლო სიახლეს. ეს არის როგორც მაგალითად შარშან წარადგინეს და გადაიხადეს ქონების გადასახადი იმ პირებმა, ვისაც ეკუთვნოდათ ქონების გადასახადის გადახდა, ანალოგიური წესი და რეჟიმი ვრცელდება აბსოლუტურად 2025 წელს წარსადგენ დეკლარაციებთან მიმართებით. დაბეგვრის რეჟიმში გადასახადის ვალდებულება არ შეცვლა. დიახ, გადასახადის ვალდებულება არ შეცვლა, როგორც არც დასაბეგრი ქონება ან დასაბეგრი მიწის განმარტება არ შეცვლა, ან რაიმე სიახლე არ ყოფილა, ასევე არ შეცვლა არც საშეღავათო ზღვარი და არც განაკვეთთან გქონია რაიმე ცვლილება ან სიახლე. გადავიდეთ იმ საკითხებზე, თუ უკვე ვის ეხება ეს ქონების გადასახადი, აუცილებელია და განსამარტია ის, რომ ქონების გადასახადით დაბეგრის ობიექტი არის დასაბეგრი ქონება და დასაბეგრი მიწა და არა ის შემოსავალი, რომელიც გასული წლის განმავლობაში პირმა მიიღო. გასული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის ოდენობა ჩვენ გვჭირდება მხოლოდ იმის დასათვლელად, თუ ჯდებით თუ არა შეღავათში 40,000 ლარიან ზღვარში. შესაბამისად, თუ 40,000 ლარიან ზღვარში ჯდებით და გასული წლის განმავლობაში 1 იანვრიდან 2024 წლის 1 იანვრიდან 2024 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით თქვენ არ მიგიღიათ 40,000 ლარზე მეტი შემოსავალი, თქვენ დასაბეგრ ქონებასთან მიმართებით გადასახადს არ გადაიხდით. თუმცა გადაიხდით იმ შემთხვევაში, თუ მიწა გაგაჩნიათ, უკვე დასაბეგრი მიწა თუ არის თქვენ სახელზე რეგისტრირებული, ან სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრირებული მიწაა და თქვენ იყენებთ ამ მიწას დასარგებლობს, ან გარდაცვლილის პირის სახელზეა და უკვე თქვენ იღებთ ასევე სარგებლობს. რა არის ქონების გადასახადით დაბეგრის ობიექტი? აი რატომ გეკითხებთ, იცი, მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ ქონებას ფლობდი არასრული წლის განმავლობაში, აი შეიტანება თუ არა ეს დეკლარაციაში? დიახ, დეკლარაციაში ქონებასთან მიმართებით ინფორმაცია შეიტანება გასული საანგარიშო წლის მიხედვით, 2024 წლის მიხედვით. რაც შეეხება მიწასთან დაკავშირებით ინფორმაცია შეიყვანება 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით. რას ნიშნავს ეს უფრო დეტალურად რო განსაზღვროთ? თუ დასაბეგრ ქონებას, მაგალითად უძრავ ქონებას, მე ვფლობდი 2024 წლის გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მაგალითად 2024 წლის ივნისიდან აგვისტოს ჩათვლით და აგვისტოში მოვხდინე ამ ქონების რეალიზაცია. ამ შემთხვევაში დაბეგრას დაექვემდებარება მარტო ის 2 თვის განმავლობაში არსებული ქონება. მაგრამ ამასთროულად გასათვალისწინებელია, რომ რადგან საცხოვრებელი ბინის რეალიზაცია მოხდა და იყო 2 წელზე ნაკლები ვადის პერიოდის ფლობა, ამ შემთხვევაში მიღებული შემოსავალი 40,000 ლარიანი ზღვრის გაანგარიშებაშიც გაითვალისწინება. აი რა სახის შემოსავლები შეიტანება ფიზიკური პირის მიერ 40,000 ლარიანი ზღვრის გაანგარიშებისას? ითვლება თუ არა მაგალითად ამ შემოსავალში უცხოეთიდან გზავნილები, პირადი გადარიცხვები, აი, როდესაც ოჯახის წევრი არის მაგალითად ემიგრანტი და საქართველოში უგზავნის თავის ოჯახს გარკვეულ თანხას და ვიცით, რომ ასეთი უამრავი ადამიანია, ეს 40,000 ლარიანი ზღვრის დადგენილისას თუ მოხდება ამის გათვალისწინება? პირველ რიგში, რადგან ემიგრანტებზე დაისვა კითხვა და საკმაოდ აქტუალური საკითხია ეს და ბევრი კითხვაც გამოიწვია, განვმარტოთ და ვთქვათ აუცილებლად გასაგებად, რომ ემიგრანტის მიერ შემოსავალი, რადგან ის არის მოქალაქე, საქართველოს მოქალაქე, არარეზიდენტი პირი, მისი შემოსავლები ითვლება მხოლოდ საქართველოში არსებული წყაროდან მიღებული შემოსავლიდან. ის თუ იმყოფება საზღვარგარეთ და საზღვარგარეთ დასაქმებით იღებთ რაიმე შემოსავალს, ეს არ გაითვალისწინება 40,000 ლარიან ზღვარში. გადავიდეთ უკვე ზოგადად განმარტო მაშინ შემოსავალში რა შეიყვანება და შემდეგ უკვე გზავნილების განმარტებაც უფრო გასაგები და მარტივად აღქმადი იქნება. შემოსავალში იგულისხმება ზოგადად ნებისმიერი ტიპის შემოსავალი, მათ შორის სარგებელი, საგადასახადო შეღავათების გაუთვალისწინებლად. ამ შემოსავალში პირველ რიგში იგულისხმება დარიცხული ხელფასი. დარიცხული და არა ხელზე მიღებული ხელფასი, ეს აუცილებლად ყურადღება მისაქცევი საკითხია. ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი და ასევე არაეკონომიკური შემოსავლიდან
მიღებული ნებისმიერი შემოსავალი და სარგებელი. გზავნილებთან მიმართებით გასათვალისწინებელია, რომ 40,000 ლარიან ზღვარში კანონმდებლობა ითვალისწინებს შეღავათ, რომ არ შეიყვანება ოჯახის წევრის მიერ ოჯახის წევრისთვის ჩუქებით გადაცემული ქონების ღირებულება. ეს რას გულისხმობს? ქონების ღირებულებაში ასევე იგულისხმება ის ფულადი გზავნილების ოდენობაც, რასაც ემიგრანტების შემთხვევაში ყურადღებას ამახვილებენ და კეთდება აქცენტი. ასევე ოჯახი უნდა განსაზღვროს თვითონ დეკლარანტმა. დეკლარანტს აქვს უპირობოდ ვალდებულება განსაზღვროს თუ ვინ არის მისი ოჯახის წევრი. კანონმდებლობა გვეუბნება, რომ უპირობოდ ოჯახის წევრში ითვლება მეუღლე, მისი არასრულწლოვანი შვილი, თვითონ დეკლარანტი და მისი არასრულწლოვანი მგერი. დანარჩენად უკვე ჩამონათვლიდან დედა, მამა, და ძმა, სრულწლოვანი შვილი, სრულწლოვანი გერი, ბებია, ბაბუა, შვილიშვილი, ამ ჩამონათვალიდან თქვენ გაქვთ ვალდებულება და თქვენ გაქვთ უფლებამოსილება, რომ უპირობოდ განსაზღვროთ, ვინ არის ოჯახის წევრი. შესაბამისად, თუ თქვენ განსაზღვრავთ ოჯახის წევრი, ვინ არის, მის მიერ ჩუქებით გადმოცემული ქონება თქვენთვის არ შეიყვანება 40,000 ლარიან ზღვარში. ემიგრანტისთვის, როგორც უკვე აღვნიშნეთ, საქართველოს წყაროდან მიღებული შემოსავალი, რაც არ არის, ის არ შეიყვანება 40,000 ლარიან ზღვარში. კი ბატონო, ვისაუბროთ ფიზიკურ პირს რა შემთხვევაში აქვს ვალდებულება გადაიხადოს მიწაზე ქონების გადასახადი და რა შეღავათებს ითვალისწინებს საგადასახადო კოდექსი ამ საკითხთან მიმართებაში, განსხვავდება თუ არა მაგალითად გადასახადი რეგიონების მიხედვით. დიახ, მიწასთან დაკავშირებით აქამდე ვისაუბრეთ ქონებასთან დაკავშირებით და 40,000 ლარიანი ზღვარის გაანგარიშების წესზე. აქ აქცენტი მინდა გავაკეთო და გავმიჯნოთ, რომ მოსახლეობისთვის კარგად იყოს გასაგები, რომ 40,000 ლარიანი ზღვარი ვრცელდება მხოლოდ დასაბეგრ ქონებასთან მიმართებით. დასაბეგრ მიწაზე ჩვენ უკვე დეკლარაციის ვალდებულება და ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება გვაქვს ნებისმიერ შემთხვევაში, თუ ჩვენს სახელზე 1 აპრილის მდგომარეობით, 2025 წლის 1 აპრილის მდგომარეობით საკუთრებაში ირიცხება მიწა. მიწაში იგულისხმება სასოფლო-სამეურნეო, არასასოფლო-სამეურნეო და ტყის მიწები. აქამდეც თქვი და კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ საკუთრებაში დასაბეგრ მიწაში ასევე იგულისხმება სახელმწიფო საკუთრებაში რიცხული მიწა, რომელსაც პირი ფლობს ან სარგებლობს მისით და ასევე გარდაცვლილის სახელზე რიცხული ქონება, რომელიც გარდაცვლილის სახელზე რიცხული მიწა, რომელსაც უკვე იყენებს დეკლარანტი, გარდა იმ შემთხვევისა, თუ იჯარით, უზურპუქტით ან მსგავსი სახელშეკრულებო რეგულირების ფარგლებში ხდება ამის გამოყენება. რა სანქცია გავრცელდება იმ ფიზიკურ პირებზე, მოდით 40,000 ლარიანს დაუბრუნდეს, რომელმაც წარადგინა ქონების გადასახადის წლიური დეკლარაცია და მაგალითად დადგენილ ვადაში არ გადაიხადა ეს გადასახადი, როგორც ვიცით, 3-დან 15 ნოემბრის ჩათვლით მათ აქვთ ვადა, რომ გადაიხადონ ეს გადასახადი. დიახ, პირველ რიგში ვადებს დავაზუსტებ, მაშინ კიდევ ერთხელ ზოგადად კანონმდებლობით არის, რომ არაუგვიანოს 1 ნოემბრის არის საბადო თარიღი დეკლარაციის წარდგენისთვის, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ 1 ნოემბერი არის არასამუშაო დღე, ამიტომაც გადადის მომდევნო სამუშაო დღეზე, ესე იგი 3 ნოემბერზე, ხოლო რაც შეეხება გადასახადის გადახდის საბადო თარიღს, ანალოგიური წესი მოქმედებს, კანონმდებლობა გვავალებს, რომ არაუგვიანოს 15 ნოემბრისა მოხდეს გადახდა, თუმცა ვინაიდან არასამუშაო დღე ემთხვევა 15 ნოემბერი, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ, რომ არაუგვიანოს 17 ნოემბრისა მოხდეს გადასახადის გადახდა. რაც შეეხება სანქციებს, იმ შემთხვევაში, თუ დეკლარაცია საბადო თარიღის ბადის დაცვით არის ჩაბარებული, თუმცა 17 ნოემბრამდე არ არის 17 ნოემბრის ჩათვლით არ არის თანხა გადახდილი, ამ შემთხვევაში საურავი არის გადაუხდელი გადასახადის თანხის 0,5% ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. კი ბატონო, და იცით რა მინდა გკითხოთ, რა მექანიზმი არსებობს შემოწმების იმ შემთხვევაში, თუ დეკლარანტმა დაფარა შევსებისას დაფარა დაუშვათ ეს ქონება. ან მაგალითად არ შეავსო სრულად, გულისხმობ შემდეგს, ოჯახის წევრად განსაზღვრული ყავს მაგალითად მეუღლე, თუმცა მისი შემოსავალი არ შეიტანა დეკლარაციაში.
გასაგებია. ნებისმიერი დეკლარაცია ზოგადად იმით დავიწყოთ, რომ ქონების გადასახადის დარიცხვა ხორციელდება ფიზიკური პირის მიერ ქონების დეკლარაციაში ასახული მონაცემების შესაბამისად. მას შემდეგ, რაც ის წარადგენს დეკლარაციას, უკვე შემოსავლების სამსახური ამოწმებს წარდგენილ დეკლარაციებს ანალიტიკური პროცედურების საფუძველზე დგინდება რისკ ფაქტორები, რომლის მეშვეობითაც ამორჩევა თუ სად შეიძლება არსებობდეს რისკი ან ქონების დამალვის, ან გადასახადის დამალვის და ასე შემდეგ, ანუ ამის სრულად ჩამოთვლა ალბათ შეუძლებელიც იქნება. რისკ ფაქტორებს ადგენს შემოსავლების სამსახური, რომლის მიხედვითაც უკვე იდენტიფიცირდება რისკის შემცველი, გადასახადის გადამხდელები ან თუნდაც შესამოწმებელი დეკლარაციები. ამის მერე უკვე შესაძლოა მოხდეს ან გადასახადის გადამხდელთან დაკავშირდება, მასთან გასაუბრება, ასევე გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს აუდიტორული შემოწმება და მოხდეს გამოვლენა ფაქტის, მოხდა თუ არა გადასახადის რაიმე სახით შემცირება ან შემოსავლის დამალვა ან ასე შემდეგ და უკვე მოხდება შესაბამისი სანქციის და პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება. კი ბატონო. აი თუ ქონება ან კომერციული ფართი არის გაქირავებული, ითვლება თუ არა ეს თანხა მაგათაც შემოსავლად. დიახ. როგორც განვმარტეთ, შემოსავალში იგულისხმება ნებისმიერი შემოსავალი. შესაბამისად, მაშინ, როდესაც მე გაქირავებით ან იჯარით ვიღებ სარგებელს, ეს სარგებელიც აუცილებლად უნდა იყოს მხედველობაში მიღებული 40,000 ლარიანის ღვრის გაანგარიშებაში. რაც შეეხება იმ მემკვიდრეობით მიღებულ ქონებას, კიდევ ერთხელ რომ დავაზუსტოთ, იბეგრება თუ არა ქონების გადასახადით. მემკვიდრეობით მიღებულ ქონებასთან დაკავშირებით, მაშინ ორად გამოვყოთ ის საკითხები, რაც აუცილებელია, რომ გავითვალისწინოთ. კანონმდებლობა გვეუბნება პირველ რიგში ისევ და ისევ დაუბრუნდეთ 40,000 ლარიანის ღვრის გაანგარიშებას. 40,000 ლარიანის ღვრის გაანგარიშებისას ჩვენ არ უნდა გავითვალისწინოთ ოჯახის წევრისგან მემკვიდრეობით მიღებული ქონების ღირებულება. მაგალითად, თუ 2024 წლის განმავლობაში მე მემკვიდრეობით ოჯახის წევრისგან მივიღე ქონება, რომლის ღირებულებაც შეადგენდა 40,000 ლარს, ეს არ შეიყვანება ჩემი 40,000 ლარიანის ღვრის გაანგარიშებაში. თუმცა, იმ პერიოდის პროპორციულად, რაც 2024-ის განმავლობაში მე ამ ქონებას, მემკვიდრეობით გადმოცემულ ქონებას ვფლობდი, ქონების ჩემს საკუთრებაში არსებული დროის პროპორციულად დაიბეგრება და დაერიცხება გადასახადი. შესაბამისად, დაბეგრის ობიექტი არის, მაგრამ უნდა გავმიჯნოთ 40,000 ლარიანში შესაყვანი თანხის ღირებულებაში შედის თუ არ შედის და შემდეგ უკვე დაბეგრის ობიექტი არის თუ და არა. ბოლო შეკითხვა, ქალბატონ თინათინ, რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ეს ყველა საჭირო ინფორმაცია არის ერთ ვებგვერდზე მოცემული, სად შეიძლება ამ ინფორმაციის დეტალურად ნახვა, რომ აგვიხსნათ კიდევ ერთხელ? დიახ, ნებისმიერი კითხვა, რომელიც არის წამოჭრილი და რომელიც აქტუალურია ამ პერიოდის განმავლობაში, კითხვა-პასუხზე არის განთავსებული ინფორმაცია შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე RSG-ზე. ასევე არსებობს ქონების გადასახადის დეკლარაციის კალკულაცია, რომელიც ალბათ დასმული კითხვების 90%-ს გასცემს პასუხს. ამიტომ ჩვენი მოწოდება იქნება აუცილებლად, რომ ქონების გადასახადის კალკულატორი აუცილებლად გამოიყენონ და კარგად გაიგებენ, მოსახლეობისთვის აუცილებლად იქნება გასაგები, თუ როდის აქვთ წარდგენის ვალდებულება, შემოსავლები როგორ უნდა დაიანგარიშონ 40,000 ლარიანის ღვრის გაანგარიშებაში და მე უკვე თუ უწევთ გადასახადის გადახდა, ეს კალკულატორი ასევე წინასწარ იქნება შესაძლებლობა, რომ დათვალონ რა გადასახადის ოდენობა მოუწევთ. ასევე ვიდეო ინსტრუქტაჟია მნიშვნელოვანი, რომ იცოდნენ, რომ უკვე თუ დეკლარაციის წარდგენა უწევთ და კალკულატორის მეშვეობით გაიგებენ, რომ უწევთ დეკლარაციის წარდგენა, შემდეგ ამ ინსტრუქტაციის მეშვეობით არის საშუალება, რომ მიიღონ ინფორმაცია თუ როგორ უნდა შეავსონ მარტივად დეკლარაცია. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ამ მომწურავი საუბრისთვის. ჩვენს ეთერში შემოსავლების სამსახურის მეთოდოლოგიის დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი თინათინ გოგრიჭიანი საუბრობდა.